სასამართლომ შესაძლოა ბაჩო ახალაიას განაჩენი დღეს გამოუტანოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თავისუფლების უკანონო დახკვეთის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს სრულდება. დაცვის დაბრალდების მხარეები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ, ამის შემდეგ კი სავარაუდოდ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. თამარ გოგესაშვილი განაგრძობს საუბარს პირდაპირ ეთერში. ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმის არსებითი განხილვა დღეს უნდა დასრულდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები წარმოადგენენ დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც მხარეებს შორის გაიმართება კამათი. დღევანდელ სხდომაზე ასევე ბრალდებულებს მიეცემათ საშუალება წარმოთქვან საბოლოო სიტყვა. ადვოკატები ელოდებიან, რომ დღეს მოსამართლე გავა განაჩენის გამოსატანად, თუმცა გამოაცხადებს თუ არა გიორგი დარახველიძე. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს ეს ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება პროცედურას, სამი ადვოკატი წარმოსკავ დასკვნით სიტყვა, პირადად ჩემი დასკვნით სიტყვა აგებული იქნება პროკურატურის მიერ სასამართლოზე თავის დასკვნით სიტყვაში მოხსენიებულ სრულ ინფორმაციაზე, ამას გავაბათილებ და სწორედ აქედან გამომდინარე დავაყენებ საკითხს, სასამართლომ გამოიტანოს მხოლოდ და მხოლოდ სწორი ობიექტური გადაწყვეტილება. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და სხვა ბრალდებულებს გამოძიება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო დახკვეთის ორგანიზებას ედავება. საქმეში სულ 3 ეპიზოდია, ეს არის სენაკის, ვაზიანისა და აბესაძის ეპიზოდი. რა შედეგით დასრულდება დღევანდელი სასამართლო პროცესი უკვე მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. ეს იყო თამარ გოგესაშვილი.